ხო, მაგრამ ამასაც ხომ ორგანიზება ჭირდება, ბატონო, ანუ ასე მოწოდებების რაღაცა სპონტანური ორგანიზებულია, დიდი ბოდიში 100,000 კაცი რო გამოდის ხოლმე ქუჩაში, ორგანიზებულია? მესმის, მაგრამ თქვენ ხომ თქვით აქციისთვის აღარ უნდა მესმის, მაგრამ რომ გამოდის ის ხალხი აქცია ახდენენ ძალის და პროტესტის დემონსტრირებას და შემდეგ იშლებიან სახლში. თქვენ თავად საუბრობთ. ოქტომბერს გამოვიდეთ, 24 საათზეა ლაპარაკი, ხო? 22 დილას გამოვიდეთ და დილა მეორე დილამდე სანამ ოქმები არ გამოვა უბნებიდან. ყველა უბანთან ვიდგეთ მშვიდობიანად და არ მივცეთ ხელისუფლებას, რომ უფლება რომ გამოიტანოს იქიდან დახატული ოქმი. აი ეს უნდა გავაკეთოთ რა. მეტი არაფერი. აბა ეხლა რამდენი პოლიციელი ყავს ეხლა ჩვენ საცემად მაგასაც ვნახავთ 100,000 კაცი რომ გადანაწილდება უბნებზე რა. აი რამდენი ნარკუშა და ძველი ბიჭი ყავს რა და რას იზამენ ერთი რა. ხო და ამას არ ჭირდება ორგანიზება, სწორედ ამას გეკითხებოდი. ამას ჭირდება. ანუ სპონტანური პროცესი იქნება თვითორგანიზებული, რომელიც მოიტანს იმ შედეგს, რა შედეგის მოლოდინიც გაქვს. ამ საზოგადოებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ აქვს თვითორგანიზების პოტენციალი. მით უმეტეს, რომ ჩვენ საუბრობთ 24 საათზე, ერთ დღეზე. ამ ხალხს ყოველგვარი ორგანიზების გარეშე დაუმტკიცებია, რომ მას აქვს იმის გამძლეობა, რომ ეს 24 საათი გაუძლოთ. თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში რაღაცა შევცვალოთ უკეთესობისკენ, დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. გავაკეთოთ. ოპოზიციას კი არ უნდა ვენდოთ სიტყვაზე, რომ ისინი დაიცავენ ხმებს, ისინი ვერ დაიცავენ ხმებს. ჩვენ თვითორგანიზებით, ჩვენი მიცემული ხმები, ჩვენივე უბნებზე უნდა დავიცვათ ბოლომდე. და არ უნდა გავაბედინოთ ხელისუფლებას, რომ მოგყაროს არჩევანი. დაუბრუნების ხარო ჩვენ ვართ, ხელისუფლება კი არ არის. ეს უნდა შევაგნებინოთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ხელისუფლებას, რაც მაგალითი იქნება შემდეგისთვისაც, რა თქმა უნდა.